ისრაელის მიზანი იყო ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის სერიოზულად შეჩერება. ჩემი შეფასებით ორივე ამოცანა მნიშვნელოვანი ხარისხით შესრულდა. როგორც ჩანს, ირანის ბირთვულმა პროგრამამ რამდენიმე წლით უკან დაიხია. მართალია ჯერ არ გვაქვს დაზიანების სრული ანალიზი ფორდოს ობიექტიდან, მაგრამ არსებული მონაცემებით დაზიანება საკმაოდ სერიოზულია. რაც შეეხება ნათანზისა და ისფაჰანის ობიექტებს, პრაქტიკულად ისინი მთლიანად განადგურებულია. განსაკუთრებით საყურადღებოა ისფაჰანის ობიექტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სწორედ აქ ხდებოდა ურანის გარდაქმნა, რაც აუცილებელია ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ეს არის ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კვანძი. გარდა ამისა, ლიკვიდირებულნი არიან პროექტზე მომუშავე მეცნიერები, განადგურდა არქივიც და მისი სარეზერვო ასლები და მრავალი ქარხანა, რომლებიც იყო ბირთვული იარაღის წარმოების ჯაჭვის ნაწილი. იგივე ითქმის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზეც. განადგურდა არა მხოლოდ უშუალოდ რაკეტების მწარმოებელი ქარხნები, არამედ ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოებიც, რომლებიც რაკეტების შესაქმნელად აუცილებელია. შეფასებების მიხედვით ბალისტიკური პროგრამა დაახლოებით 1 წლით არის შეჩერებული. ბირთვული პროგრამის შემთხვევაში კი საუბარია რამდენიმე წელზე. თუნდაც ირანს შეენარჩუნებინა ურანი, მისი გამდიდრება უკვე პრობლემაა. მათ მაინც არ შეუძლიათ მისი გარდაქმნა მყარ ფორმად, რაც აუცილებელია ბირთვული იარაღის დასამზადებლად. ორი მნიშვნელოვანი რამ შემიძლიათ გითხრათ. პირველ რიგში სამხედრო წარმოება არის ქსელი და შესაძლებელია გარკვეულ საკვანძო მიმართულებებზე შეტევა ისე მიიტანო, რომ მთლიანი სისტემა მოიშალოს. ჩემი აზრით, სწორედ ამას ცდილობდა ისრაელი, მაქსიმალურად დიდი ხვრელის შექმნას ამ საწარმოო ქსელში. რაც შეეხება ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, ეს მეტად მნიშვნელოვანია. ამ ოპერაციით ისრაელის მიზანი იყო არა მხოლოდ ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების შეჩერება, როგორც მოკლევადიანი ამოცანა, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაში წინააღმდეგობის ღერძის, ანუ ირანის მიერ შექმნილი პროქსი ქსელის შესუსტება. რამდენიმე ასეთი დაჯგუფება განადგურდა, თუმცა ნაწილი კვლავ მოქმედია. ახლა ჩვენი მიზანია ირანი დადგეს დილემის წინაშე, ცუდ ვარიანტებს შორის მოუწიოს არჩევანის გაკეთება. ირანი მძიმე ეკონომიკურ კრიზისშია და რესურსები შეზღუდული აქვს. შესაბამისად უნდა გადაწყვიტოს, სად და როგორ გადაანაწილოს ფინანსები, ააშენოს თავიდან საჰაერო თავდაცვის სისტემა, ბირთვული პროგრამა თუ განაგრძოს დაფინანსება მხარდაჭერილი ჯგუფებისთვის და ასე შემდეგ. ამ ყველაფრისთვის ერთდროულად რესურსი არ ყოფნით, ამიტომაც იძულებულნი გახდებიან რაღაც დათმონ. ჩვენი სტრატეგიული მიზანია ის არჩევანი, რომელიც მათ დარჩებათ, რაც შეიძლება არახელსაყრელი იყოს. იცით, რუსეთს არ ყავს მეგობრები, მას აქვს მხოლოდ ინტერესები, თუმცა აუცილებელია ვისაუბროთ რუსეთის რეალურ შესაძლებლობებზე. რუსეთი უკიდურესად გადატვირთულია უკრაინაში ომით და ჩემი აზრით, მას უბრალოდ არ შეუძლია ირანისთვის სერიოზული მხარდაჭერის გაწევა. თან რომ შეეჯახოს შეერთებულ შტატებს, რუსეთს უჭირს საკმარისი ჯავშანტექნიკის წარმოება უკრაინის ფრონტისთვისაც კი. მათ სერიოზული პრობლემები აქვთ საჰაერო თავდაცვისა და სხვა მრავალ სფეროში. ასეთ პირობებში ირანის დახმარება გიჟურ გადაწყვეტილებას წააგავს და ვლადიმერ პუტინი ამას ძალიან კარგად ხვდება. ამიტომაც ირანისადმი მხარდაჭერა რეალურად მხოლოდ რიტორიკული იყო. არავის სურს დამარცხებულს დაუჭიროს მხარი. როცა ისრაელმა ირანს მძლავრი დამაჯერებელი დარტყმა მიაყენა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ირანი ამ კონფლიქტში მარცხდებოდა. ისრაელმა შეძლო ის, რაც სამხედრო ისტორიაში ძალიან იშვიათია. სრულად დაიმორჩილა 1500 კილომეტრით დაშორებული მოწინააღმდეგი საჰაერო სივრცე. როდესაც ისრაელმა ეს საჰაერო უპირატესობა უკვე მოიპოვა, ირანის გამარჯვების შანსი ფაქტობრივად განულდა. მათ რაკეტებისა და გამშვების სისტემების მარაგი ამოეწურებათ და შემდეგ რაღაც გააკეთებენ. ისრაელი შეძლებს განაგრძოს მასშტაბური დაბომბვა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ჩემი აზრით, რუსეთმა ზუსტად ამგვარად შეაფასა ვითარება, რომ ირანი დაპირისპირების ამ რაუნდში უკვე დამარცხებულია. და თუ ასეა, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი? ბაშარ ალ-ასადსაც სწორედ ამიტომ არ დაეხმარნენ აქტიურად თავის დროზე. ირანი დღეს იზოლირებულია და ეს იზოლაცია იმიტომ მოხდა, რომ ისრაელმა ის ჯგუფები, რომლებსაც ირანი მხარს უჭერდა, სათითაოდ გაანეიტრალა. ფიქრობ, ისრაელის გათვლები სწორედ ამგვარი სტრატეგიული მოთმინების კონტექსტში უნდა გავიაზროთ. როგორც კარგად გვახსოვს, პრეზიდენტმა ბაიდენმა 2024 წლის გაზაფხულზევე გაზარდა ზეწოლა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუზე, რათა მას ჰამასთან
ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწია. ყოფილი თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კი ბევრად უფრო ადრე, ფაქტობრივად პირდაპირ 7 ოქტომბრის შემდეგ მოითხოვდა ჰეზბოლას წინააღმდეგ სამხედრო დარტყმას. ჩემი აზრით, ნეთანიაჰუ სწორედ მოიქცა, როცა თითოეული ნაბიჯი სიზუსტით და დროულად გადადგა. ჯერ ჰამასისგან მიმდინარე საფრთხე გაანეიტრალა, შემდეგ ჰეზბოლაზე მიიტანა დარტყმა და ის კონფლიქტიდან ფაქტობრივად გამოთიშა. ამის შემდეგ შექმნა საჰაერო უპირატესობის კორიდორი სირიისსაში, ასადის რეჟიმის კოლაფსის შემდეგ. და ბოლოს დაარტყა ირანს. ჰეზბოლა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უმოწყალოდ გვიტევდა. ჩვენ კი უკიდურესად შეზღუდული რეაქციით პასუხობდით. 2024 წელს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც არ გვიპასუხია. მიუხედავად იმისა, რომ ამას ბევრი მოითხოვდა, მაგრამ ირანზე თავდასხმისთვის ახლა იყო ყველაზე სწორი დრო, როცა ის სრულად იყო საერთაშორისო და რეგიონალურ დონეზე იზოლირებული. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ შეირჩა ეს დრო. ეს იყო რამდენიმე პროცესის გადაკვეთის წერტილი. ისრაელის დაზვერვამ დაადგინა, რომ ირანი აქტიურად მიიწევდა ბირთვული ბომბის შექმნისკენ. ამავდროულად ირანი მოწყვეტილი იყო თავის პროქსი ძალებს. ამ ორი ფაქტორის ერთდროულმა შეჯერებამ განაპირობა ისრაელის გადაწყვეტილება ემოქმედა იმ ზუსტად შერჩეულ მომენტში, როცა ამისთვის სტრატეგიული და ტაქტიკური პირობები მაქსიმალურად ხელსაყრელი იყო.